ვინც ახლა შემოგვიერთეთ, შეგახსენებთ რომ უყურებთ დილის ლაივს, რომელსაც რა თქმა უნდა, ეხლა უკვე ანა ზაქაშვილის რუბრიკით გავაგრძელებთ სარჩევი და მივესალმებით ანას და მის სტუმარს. მოგესალმებით. ანა, დილამშვიდობის როგორი სტუმარი ყავს და რა საინტერესო ამბები ხარ. მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს, რა თქმა უნდა, ჩვენ ისე სეზონურ და აქტუალურ საკითხს თავაზობთ ჩვენს მაყურებელს და დღევანდელ გადაცემაში უნდა ვისაუბროთ, როგორ უნდა შევარჩიოთ სწორად სეზონური ხილი. მოგეხსენებათ, რომ ხილი და ბოსტნეული ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი ორგანიზმის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ სწორად როგორ შევარჩიოთ, რადგან თუნდაც ბოლო პერიოდში გავრცელებულმა ძალიან ისეთმა ცუდმა ფაქტმა შემთხვევამ, როდესაც დედაშვილის ამბავი გეცოდინებათ, ალბათ მაყურებელსაც შევახსენებ, შვილი გარდაიცვალა და ვარაუდობენ, რომ შესაძლოა რომ იყოს ბაქტერია სალმონელა, მისი გამომწვევი მიზეზი და ქალბატონი ეკა ჩვენი სტუმარი, რუსეთის უნებლობის სპეციალისტი არის ჩვენთან სტუმრად, რომელთან ერთადაც ვისაუბრებთ იმ შესაძლო საფრთხეებზეც, მათ შორის რაც შეიძლება მოდიოდეს ხილისგან და ბოსტნეულისგან და ასწავლის ჩვენს ტელემაყურებლებს, როგორ შეარჩიონ სწორად ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო პროდუქტები ჩვენი ორგანიზმისთვის. მოგესალმებით ქალბატონო. გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. დილამშვიდობის. გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ დილიდან ეთერში ვართ და ცუდად ხვდებით, როცა ამ ლამას ხილს და ბოსტნეულს ხედავთ. აი, ნახოთ, რამდენად სწორად გვაქვს შერჩეული. ქალბატონო, პირველ რიგში, ალბათ პირველი კითხვა, როდესაც ხილსა თუ ბოსტნეულზე ვსაუბრობთ, არ აქვს მნიშვნელობა სეზონს, რომელ სეზონზე ვყიდულობთ, არის თუ რომელი უნდა ვიყიდოთ, იმპორტირებული თუ ადგილობრივი. მაინტერესებს რა განსხვავება შეიძლება ასობდეს ხარისხობრივი თვალსაზრისით ამ ორი წარმომავლობის პროდუქტ შორის. დიახ, ძალიან კარგი კითხვა. პირველ რიგში ის, რომ იმპორტირებულსა და საქართველოში მოყვანილ შორის არის დიდი განსხვავება ის, რომ იმპორტირებული შემთხვევაში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შესაძლებელია იყოს ტრანსპორტირება საჭირო და ამიტომ ხშირ შემთხვევაში იმპორტიორები შედარებით დაუმწიფებელ ხილს და ბოსტნეულს გვთავაზობენ ხოლმე, რომ გზაში, თქვათ, სპეციალური აირების მეშვეობით შენახული ან თუნდაც უბრალოდ ჩალაგებული თავის, ასე თქვათ, ყუთებში, ესეთი მოდის ხოლმე ტრანსპორტირებით და აი ჩვენ რო შევადაროთ პომიდორი, რომელიც იქნება საქართველოში წარმოებული და ბოლომდე დამწიფებული და ისე მიტანილი დახლზე და ის, რომელიც ჩამოტანილია, ამ შემთხვევაში ამ ორივე ერთი ჯიშის ერთნაირად მოყვანილ პომიდორში საქართველოში ადგილობრივი უფრო გემრიელი იქნება, იმიტომ რომ სრული სიმწიფის შემთხვევაში გემონური თვისებებიც, ის მიკროელემენტები, ვიტამინები უფრო მეტად იქნება ამაში შენარჩუნებული, ვიდრე იმპორტირებულში. ეს სრული გარანტია არ არის იმის, რომ ეს იქნება უფრო სასარგებლო, ან უვნებელი, მაგრამ მე ვსაუბრობ იმ ორ შემთხვევაზე, როდესაც ერთი და იგივე პირობებში ორივე, ასე ვთქვათ, ბიზნეს ოპერატორი სწორად იმ საკვების საშუალებებით და დამაჩქარებლებით სწორად ამზადებს ამ, ასე ვთქვათ, ხილს და ბოსტნეულს ზრდის და ამიტომ შეგვიძლია რომ, ასე ვთქვათ, რომ საქართველოში ნაყიდი იქნება უფრო მეტად სასარგებლო. იმიტომ რომ მისული არის მწიფობის ეტაპამდე, როგორც იქით რა, ერთი არის ის, რომ მწიფობის პერიოდში არის დაკრეფილი და მოტანილი, მეორე არის, რომ ტრანსპორტირების დროს ხანგრძლივობა არის დროის, ანუ შეიძლება ძალიან დიდხანს მერე შემდგომ უკვე ეს იმპორტიორი სადღაც საწყობში ასაწყობებს და რისკიც იზრდება, იმიტომ რომ კიდე საწყობში დასაწყობდა და იქ ჰიგიენური პირობები უნდა იყოს ძალიან კარგი და სუფთა რომ უნდა იყოს ეს ყველაფერი და ამიტომ უკეთებენ აი ტრანსპორტირების განმავლობაში რაც შეიძლება რაღაცით ძლებს ესე შემთხვევაში არის პრეპარატები, რომელიც უბრალოდ ინარჩუნებს, აი თუ ბანანის შემთხვევაში მაგალითად არის ხოლმე სპეციალური აირებით ინახება ეს და თქვათ ვიდრე ჩვენამდე ჩამოვა ის იკრეფება რა თქმა უნდა მწვანე და შემდგომ უკვე გზაში მწიფდება და ჩვენთან უკვე შეიძლება რომ ოთახის პირობებშიც უკვე უფრო მეტად გაყვითლდეს როგორც ვიცით ხო ვაყვითლდებით ხოლმე თუმცა ეს ჯიშზეც არის დამოკიდებული პრეპარატები რა თქმა უნდა არის შესანახად აი მაგალითად ვაშლის შემთხვევაში ეს არის ზევიდან ცვილით არის ხოლმე დაფარული იმპორტირებულ ხილზე კარგად ვიცით რომ ალბათ შეამჩნევია ჩვენს მაყურებელს როცა ვყიდულობთ ხოლმე ვაშლს ან ხილს განსაკუთრებით ზამთარში ხო რაღაცა ისეთი ზეთოვანი ზედაპირი აქვს და არა ისეთი ბუნებრივი ხაოიანი პირობითად და ეს რის ნიშანი შეიძლება იყოს კიდევ ერთხელ კი ბატონო ეს არ არის თქვათ მავნე ასე თქვათ ეს არის ჩვეულებრივი ტექნოლოგია მიღებული როდესაც ხილი განსაკუთრებულად ზამთარში ეს ხანგრძლივად უნდა შევინახოთ და ზევიდან იფარება ხოლმე საკვები დანიშნულების ცვილით რომელიც ინახავს ტენიანობას ამ პროდუქტში და ხანგრძლივად უბრალოდ გამოყენების ვადას ახალგაზრდობის შეიძლება მაგრამ ნახეთ თვითონ რა თქმა უნდა არა საკვები დანიშნულების არის მაგრამ ჩვენ თუ მას არ გავრიცხავთ
და გარეცხვა რეკომენდირებულია თბილი წყლით, ხანგრძლივად უნდა იყოს და თუ შეიძლება რბილი ჯაგრისითაც რო გადავატაროთ, ახლა ჟელეს ნუ დავასხავთ, მაგრამ ანუ რბილი ჯაგრისით და თბილი წყლით კარგად ეცლება ეს ცვლილი და თუ მაინც და მაინც გვეშინია და არ გვინდა განსაკუთრებით ბავშვებისთვის გავთავოთ ეს თიხილი და ის ზედაპირზე არსებული ყველაზე მეტი ვიტამინი რა თქმა უნდა ეს არის ცნობილი კი უფრო მეტად გემრიელი და რაღაც საკვები ნივთიერებებით საკმაოდ არის მკანში, თუმცა თუ ჩვენ დიდად გვეშინია გავთავოთ, მაგრამ კარგი გარეცხვის დროს ეს არის უკვე ფაქტობრივად ბანანზე საუბრობდით და გამახსენდა ამ ბოლო დროს დავაკვირდი ოფიციალური გაყიდვის წერტილებში დიდ წარმომადგენლობით სუპერმარკეტებში ვამჩნევ რომ ბანანები თითქოს არის ახალი გარეცხილი, აი რომ დებენ რაღაცა სველებია ხოლმე და სპეციალურად რაიმეს არა, ეგ არის ხო სპეციალური შენახვის მეთოდი არის დამუშავებული და უსაფრთხოა. ფაქტობრივად იცით როგორ არის კიდე ნებისმიერ ხილს აქვს თავისი ტემპერატურა, შენახვის ტემპერატურა, ხო აქვს ის თუ არის მაცივარში შენახული და შემდგომ თუ გამოტანილია გარეთ, ის ხშირად არის ხოლმე კიდე კონდენსატი მასზე დაგროვილი და შესაძლოა ეს წვეთები წყლის რაც თქვენ შეამჩნიეს იყოს კონდენსატიც და თვითონ ეს ბანანი ინახება ხოლმე აირისზე მოქმედებით რა, რომელიმე ინერტული აირი, რომელიც ცნობილი არის მსოფლიოში და ესე ანუ სპეციალურად ინახება ხოლმე. ქალბატონიკა, საზამთრო არის განსაკუთრებით აქტუალური ამ სეზონზე, თუმცა მე რამდენადაც ვიცი და თქვენთან გადავამოწმებ ამ ინფორმაციას, საზამთროს სეზონი ახლა არ არის და უფრო გვიანი ზაფხული არის, ხო, საზამთრო სეზონი. მაშინ რა რისკები შეიძლება არსებობდეს ამ სეზონზე საზამთროს ყიდვის და რა არჩევებს მისცემდით მაყურებელს როგორ უნდა შეერჩიონ საზამთრო? საზამთროს სეზონი საქართველოში იწყება ივლისის პირველი, ასე ვთქვათ, კვირიდან, იმიტომ რომ თვითონ ესეთი ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე ჩვენთან ესეთი მაღალი ტემპერატურა არ არის, თუმცა თუ სხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი ვიცით რომ რაღაც მიკვლევადია ეს, ვიცით რომ იმ ქვეყანაში ამ ტემპერატურაზე ნამდვილად იზრდება და კარგი გემოსაც და თვისებებსაც აგროვებს, მაშინ საშიში არ არის, მაგრამ საქართველოში ჯობია რომ ქართული საზამთრო შევიძინოთ ივლისის პირველ კვირაში და დავაკვირდეთ რას. პირველ რიგში უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მწვანე, ესეთი ერთნაირი შეფერილობის უნდა იყოს. ზედაპირზე თუ რაც უფრო ახალია საზამთრო, მით უფრო აი ადვილად ხდება ხოლმე მისი, ანუ ასე ვთქვათ, კი აფხეკვა ხდება ხოლმე ადვილად. შემდგომ ნახეთ, არის ესეთი თვისება აქვს საზამთროს, როდესაც ის იზრდება და გრუნტთან შეხებაშიც არის ეს ადგილი უნდა იყოს ყვითელი და ამას ოდნავ ხო, ანუ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შესაძლოა არ იყოს სრულად დამწიფებული. ადრე არის მოწყვეტილი, ეს შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ადრე აი გაყვითლებული, ანუ ესეთი არის წესი, რომ გაყვითლებული უნდა იყოს ეს გრუნტთან შეხების ადგილი უნდა იყოს გაყვითლებული და მაგ შემთხვევაში არის ხოლმე ეს. ნუ რა თქმა უნდა ეს როგორც ვიცით, ყუნწთან არის ხოლმე უნდა იყოს ესეთი შედარებით მომხმარი, ეს როგორც ახლა ამ შემთხვევაში არის და თუმცა მოწყვეტის შემდეგაც შეიძლება მოუხმეს. რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში ესეც ხშირად ამუშავებენ ხოლმე რომ ადვილად მოხმეს ეს და რაც შეეხება ნიტრატებს და ნიტრატებს ის რა თქმა უნდა თვალით ჩვენთვის ვერც ერთ ხილში ესე ზუსტი ვარაუდით ვერ ვიტყვით რომ აი ახლა ამაში არის, ამაში არ არის, მაგრამ რაღაც პატარა ნიშან-თვისებებიც აქვს ხოლმე ესეთი რომ როდესაც ჩვენ ამას უკვე გავჭრით, უკვე მივიტანეთ, შეგვიძლია გავჭრათ და მე მგონი ბაჩო დავეხმარება რომ გავჭრათ. ანუ რომ გავჭრით, მე შეგვიძლია გაჭრის შემთხვევაში აბა როგორი გაჭრა ის ჩვენ გვახსოვს ახლა საზამთროს ეხლა თუ არ გვიჭამია სეზონზე ვიცით რომ შესაძლებელია თეთრი ან ყვითელი ძაფები ვიდაყვებოდეს რამე ხო სწორი მეთოდით ჯერ თავს გაჭრის რა თქმა უნდა საზამთროს გაჭრილ საზამთროს რეკომენდაციას არ მივცემდი ხო იმიტომ რომ მანდ დამატებით კიდე შესაძლებელია იყოს გაჭრის დროს თვითონ ჰიგიენური იგივე ხო რა თქმა უნდა იგივე ქუჩაში გაჭრილი არ უნდა შევიძინოთ იმიტომ რომ დანა შეიძლება იყოს ჭრიანი ქუჩაში რო პატარა სამკუთხედით არის ხოლმე გამოჭრილი და აი გვასინჯებენ თუ რაღაცნაირი წესი იყო ეგეთი ესეთი იყო ეხლა აი ჩემბავშვობაში ძალიან აპრობირებული წესი იყო მაგრამ ეხლა მაგას უკვე აღარ აკეთებენ და რა თქმა უნდა საშიში იმიტომ რომ იგივე ჰიგიენასთან დაკავშირებით მიკრობიოლოგიურ საფრთხესთან არის ძალიან ესეთი აბა ქალბატონო ნახეთ, რა თქმა უნდა, აი ნახეთ ამას როგორ აქვს თეთრი კანში რა აქვს რაღაცეები რო აქვს თეთრ კანში. აი აქ რა აქვს რაღაცა. აი შემოვაბრუნებ რომ გაჩვენოთ.
აქაც და აი ამ ადგილასაც ცოტა დაზიანებული ადგილებია, რაც იმას მიანიშნებს, რომ ხანგრძლივად იყო შენახული და უკვე რაღაც ფერმენტაციის და პობის, ასე ვთქვათ, ესენი პროცესები დაეწყო. აქ თეთრი, ასე ვთქვათ, აი ამ შემთხვევაში თეთრი ესეთი ნაწილაკები იმის მანიშნებელია, რომ შესაძლოა რომ დამაჩქარებელი იყო გაკეთებული ამ ზამთრისთვის, რომ სწრაფად დამწიფებულიყო. თუ სწორად მივხვდი, თუ თეთრი ეს ძარღვებია. ძარღვებია, ის უფრო მეტად საშია იმ თვალსაზრისით, რომ შეიძლება რაღაც ნიტრატების რაოდენობაც იყოს უფრო მომეტებული და არ უნდა იყოს ის ყვითელი, აი ზაფები განსაკუთრებულად საშია არის ხოლმე, როდესაც არის ყვითელი და არა კიდე პლუს თეთრი. ეხლა მეტად ყვითელი. ხო, აი ამ შემთხვევაში აქ არა რაღაც აქაც მომივიდეს არომატი. საზამთროს არომატი აქვს, აქ პატარა ალპობის, ასე ვთქვათ, ნიშნები აქვს ამ საზამთროს, რასაც ჩვენ ქართულ საზამთროში მე არ მინახავს სიმართლე რომ გითხრათ. მოკლედ, კარგი საზამთრო გვაქვს შერჩეული საილუსტრაციოდ. შეიძლება ითქვას. ხო, კვლევა შეგვიძლია. გავდით მე მგონი, ხო? თუ ძალიან არ გვინდა მაინც და მაინც რომ ამ სეზონზე მივირთოთ, მე ვიჩევდით რომ ცოტა ხანივა დროოთ ამ ყველაფერს და მივირთოთ უკვე ივლისის პირველ სულ აი ხლა რამდენიმე კვირაში დადგება ეს ივლისიც. თუ ამ შემთხვევაში თუ ვიყიდით, თქვენი გონია რომ ალბათ იყიდით რომელიმე მარკეტში ალბათ ისე არ იქნებოდა, ქუჩაში არ იყიდით. ფაქტია რომ აი აქ უკვე ეს ნაწილები პობის ნიშნებია და ეს უკვე მიკრობიოლოგიური საფრთხე ამას ქიმიურ საფრთხესთან არ აქვს, ასე ვთქვათ, არამერი. და ნუ ჯიშობრივად თვითონ კარგი საზამთრო უნდა იყოს, თუმცა ადრე მოკრეფილს გავს და ხანგრძლივად შენახულს. აი ესეთი ნიშნები მაგას მიანიშნებს, რომ ეს ესეთია. ერთი კითხვა მექნება. აი თქვენ ახსენეთ ჩამოტანილი, აი მაგალითად პომიდორი თუ სხვა ბოსტნეული, რომელიც იმპორტირებულია ჩვენთან. და ადგილობრივი, რომელიც შეიძლება უფრო გემრიელი იყოს, მისი გემონური თვისებები და დაიგროვოს ბევრი ვიტამინები, თუმცა აი ნიტრატები და ასე შემდეგ ახსენეთ, აი იმითი როცა გაგვისინჯავს ჩვენ საქართველოში მოყვანილი შეიძლება ყველა შემთხვევაში არა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში დარღვეული არის და ძალიან ბევრი ანუ მაჩვენებელი, რომელსაც გავსინჯავთ ადგილობრივ წარმოებაში უფრო მაღალია ვიდრე იმპორტირებულში. შემოტანილში. გემო უკეთესია, თუმცა ხარისხი მისი და რაღაცა ეს უნებლობის პარამეტრები. ზუსტად ბაჩო, ახლა ჩვენ შეიძლება რაღაც ბოლომდე დავაგროვოთ სასარგებლო თვისებები, მაგრამ ქიმიური საფრთხე რაც მასში არის გამოზრდის დროს, არასწორ პერიოდში, ვთქვათ, გადაჭარბებული რაოდენობის ნიტრატების მიცემა, აზოტოვანი ნივთიერებების მიცემა, მაგრამ ჭარბი რაოდენობით, რაც აუცილებლად ვთქვათ, ბიზნეს ოპერატორმა, ვინც ამის, ასე ვთქვათ, გამოზრდას აწარმოებს, რა თქმა უნდა აკონტროლოს. არსებობს ესეთი სოფლის მეურნეობის პრაქტიკა, გლობალ გების პრაქტიკა, რომელიც აი ამ, ასე ვთქვათ, ადამიანებს, ვინც ამით არის დაკავებული ამ სფეროში, სოფლის მეურნეობაში, ასწავლის თუ რა პრეპარატები როდის, როგორი მეთოდი კითხო, შეიძლება თუ არ შეიძლება რომ გამოიყენოს. საქართველოში ეს სისტემა არ არის სავალდებულო, როგორც მაგალითად ჰასპის სისტემა, რომელიც არის უკვე გადამამუშავებელ სფეროში, რომელსაც სურსათის სააგენტოს ინსპექტორები ამოწმებენ. ამ სფეროში, აგრონომიის სფეროში, ესეთი შემოწმების სისტემა ყველა სოფელში, ყველა, ასე ვთქვათ, წარმოებელს ბაჩოს დავეთანხმები, რა თქმა უნდა, ესეთი შემოწმების სისტემა არ არის და ვართ დამოკიდებული, ხო, იმ, ვთქვათ, ბიზნეს ოპერატორის თვითონ ან პატარა ფერმერის, ასე ვთქვათ, კეთილსინდისიერებას და მის ცოდნაზე შეიძლება ვიყო ძალიან კეთილსინდისიერი, მაგრამ მე უბრალოდ მარტივად არ ვიცოდე ის საფრთხეები, რომელიც შეიძლება იყოს და აი ამ, ასე ვთქვათ, ჩვენ აუდიტორიას, ვინც არის სოფლის მეურნეობაში დაკავებული, მე ვურჩევდი, რომ მიმართონ სწავლულ აგრონომებს, ან ვთქვათ, გასაყიდო ობიექტებს, სადაც არის, იქაც ხშირად კარგად იციან და ინფორმირებულები არიან ხოლმე, რომ დოზირებასთან დაკავშირებით, ნუ გავაკეთებ, ვთქვათ, ისე რომ რაღაც ზედ ეტიკეტი ყოველთვის აწერია, ვთქვათ, იქ ქიმიკაც და ზუსტად ისეთი დოზირებით გავაკეთებ, ზუსტად იმის პერიოდით. კი, მართალია. ხშირად არის ხოლმე, რომ როდესაც რაღაცნაირად გონია გლეხს თუ ფერმერს, რომ რაც უფრო მეც გაუკეთებს ამას, მით უფრო კარგი არის ამისთვის, რაღაცა უფრო დიდი გაიზრდება, ან უფრო დაცული შეიძლება იყოს, რაც პირიქით აზიანებს ხოლმე თვითონ უშუალოდ. თვალსაზრისით აზიანებს. ხო, ჩვენ ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობთ მიკრობიოლოგიურ ფაქტორზე, რაც ჩვენ აქ დავინახეთ, თვალით ხილულზე, რომელიც ლპობის სახით იყო, ეს საუბარი უკვე ქიმიურ ფაქტორზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და თვალით ფაქტობრივად უხილავია, ხო. ამაში ჩვენ სანამ არ, ასე ვთქვათ, ნიტრიტ ზომს სანამ არ
ანალიზ სანამ არ ჩავატარებ. ეს რთულია, უბრალოდ მინიშნებით შეგვიძლია რომ აი ხაზებით რაღაცებით ვისაუბროთ. თუმცა ახლა იმ შემთხვევაში თუ ასე ვთქვათ ფერმერი სწორად აკეთებს ამას, პრევენციულად იცავს იმ წესებს, რომელიც არის ეტიკეტზე დატანილი ქიმიკატებზე, ამ პროდუქტის გამოზრდის დროს, რომელსაც იყენებს, მაშინ მე როგორც კმილეულის მოყვარული ხა მურაბა უნდა ვახსენო, არ შემიძლია. აი, როდესაც ძალიან გემრიელია საზამთროს მურაბა და ხშირად აკეთებენ დიასახლისები. აი, ზუსტად იგივე დეტალები უნდა გავითვალისწინოთ საზამთროს დამემართებაში. საზამთროს მურაბის დამზადების დროს თუ ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ეს ნიტრატები ყველაზე მეტად გროვდება კანში, ყუნწთან და ასე შემდეგ და ჩვენ ვაკეთებთ ამას კანისგან. რა თქმა უნდა, ვიცით რომ ტემპერატურული ხარშვის დროს ხარშვის დროს ქიმიური საფრთხე სრულად არ ნადგუნდება, ეს არ არის მიკრობიოლოგიური საფრთხე და ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ის ნიტრატები გადადის იმ პროდუქტში და მე ჩვენ მივირთმევთ ამას, თუ არ არის გარანტირებულად არ ვიცით რომ ეს არის საფრთხის შეფერილობა. ესე იგი ამ ვაშლი შეგვიძლია გავთავოთ და ამგვარად მოვახდინოთ ნიტრატების შესაძლებელია რომ ესე ვთქვათ გაუვნებელ ყოფა, თუმცა საზამთროს კანისგან რომ კეთდება მურაბა შესაბამისად ცოტა ხო საფრთხის შემცველია ჩვენ არ ვიცით რომ ახლა ეს რამდენად ასე ვთქვათ ესეთი საზამთროს მურაბის კანიდან რა თქმა უნდა არავინ არ გააკეთებს. მოდი ბოსტნეულზე მინდა რომ გადავიდეთ, იმიტომ რომ ყველაფერი მოვასწროთ და ბადრიჯანზე მინდა განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება, იმიტომ რომ თავში რომ ვახსენეთ ის შემთხვევა სწორედ რომელიც ლეტალურად დასრულდა, იკვლევს ლუგარის ლაბორატორია ამ შემთხვევას და პასუხები მალე დაიდება, თუმცა არსებობს უკვე მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ეს იყოს სალმონელა, ბაქტერია სალმონელა და როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, მირთმეული აქვს როგორც დედას ასევე შვილს ბადრიჯანი. როგორ შეიძლება მოხდეს ხილში თუ ბოსტნეულში ბადრიჯანი და რას ურჩევდით ჩვენს მაყურებელს რომ ფრთხილად იყოს? ჩვენ თუ ბადრიჯანზე საუბრობთ როგორც პროდუქტზე, რომელმაც გამოიწვია ლეტალური შედეგი, სალმონელათი ლეტალური შედეგი ესე სწრაფად თქვათ იმავე დღეს ვერ მოხდებოდა ბადრიჯნით, ხოლო დაკონსერვებული ბადრიჯნით თუ მასში იქნებოდა ბოტულინიუმის საფრთხე, მაშინ შეიძლებოდა რაღაც ვარაუდით, რომ ასე ვთქვათ ადამიანისთვის ვერც მიესწროთ ისეთი ბოტულინიუმს შეუძლია რომ ასე სწრაფად ბოტულინიუმი არის ესეთი ასე ვთქვათ ბოტულიზმი არის ესეთი სახიფათო დაავადება, რომელიც როგორც გველის შხამის ტოლფასია, ასე ვთქვათ, არის ტოქსინი, რომელიც ბოტულინიუმის ტოქსინი გამოყოფს და ნუ რა თქმა უნდა ძალიან სახიფათო. მხოლოდ რაღაც ესეთი ქიმიურ საფრთხეს შეეძლო, რომ გამოეწვია ესეთი სახიფათო სალმონელა კვერცხიდან და მე მგონი ცხოველიდან არ გადადის. სალმონელა ბადრიჯანთან მიმართებაში სალმონელა შეიძლებოდა ყოფილიყო თუ ეს ბადრიჯანი და სალმონელა დავაკავშიროთ, შეიძლებოდა რომ ვთქვათ, აი მორწყვის დროს რომ ცუდი წყლით იყოს მორწყული. აი წყალში დასკოლისხმობ როგორიც. ნახეთ, როდესაც გლობალ გეპი ან ეგეთი სტანდარტები ნიშნება ინერგება სოფლის მეურნეობაში, იქ ვუმოწმებთ ჩვენ რამდენად სუფთა იყო წყალი, ანუ წყლის ანალიზსაც კი ვაკეთებინებთ ამ მეწარმეებს, როდესაც ასე ვთქვათ, შენ გინდა რომ ასე ვთქვათ, სრულად ჯანმრთელი იყოს და მიკრობიოლოგიური საფრთხები არ იყოს. ბადრიჯანი შეიძლებოდა რომ ყოფილიყო მოწყული ჭუჭყიანი წყლით, რომელშიც იქნებოდა ასე ვთქვათ, სალმონელის საფრთხე, ფეკალიები, ვთქვათ, რომ ნუ ეს სალმონელა შეიძლება იყოს ადამიანის ნაწლავშიც, იქნება ცხოველის ნაწლავშიც, შეიძლებოდა უბრალოდ ჩიტსაც და რაღაც ესეთ ფრინველსაც კი მიეტანა, ვთქვათ, იმიტომ რომ ღია გრუნტში თუ იზრდებოდა ეს ბადრიჯანი, შეიძლებოდა ესეთი საფრთხე ყოფილიყო და შემდგომ არ გაერეცხა ვინმეს კარგად და ცუდად თერმულად დაემუშავებინა და აი ამ შემთხვევაში ის საფრთხეები, რომელიც იქნებოდა გარედან შემოტანილი, სალმონელა შეიძლება იყოს ჩვენ ასე ვთქვათ, ჭუჭყიან იარაღზე, დაფაზე, სახლში შეიძლება იყოს, ვთქვათ, აი ნახეთ როგორ არის ძალიან დიდი თემაა ეს ყველაფერი. ჩვენ ყველაფერზე შეიძლება. თუ ჩვენ მაგალითად ვიყენებთ ერთი და იგივე დაფას, რომელზეც ვჭრით პურს და რომელზეც ვჭრით ხორცს, აბსოლუტურად დაუშვებელია და მე მგონია რომ ყველას განსხვავებული აქვს ოჯახებში ეს დაფები და მარტივ რაღაცას ვიძახი, აუცილებლად განსხვავებთ დანაც ის რომელიც გვაქვს ხორცის დანა და რომელიც გვაქვს პურის დანა, რომელიც გვაქვს ბადრიჯნის დანა, ვთქვათ იგივე, უნდა იყოს სუფთა, რომ ის საფრთხეები დამატებით მეორადი დაბინძურების არ შეიტანოთ მასში და ის ვთქვათ რომ გავუყვეთ იმ რასაც ახლა გვიდგენენ ლუგარის ლაბორატორიაში, რა საფრთხეს შეიძლებოდა თუ ის იყო ბადრიჯანი და სალმონელა, ეს შეიძლებოდა მეორადი დაბინძურებიდან, იმიტომ რომ შიგნით ეს არ არის ცხოველური წარმოშობის სურსათი, რომ მას ქონოდა სალმონელა და იქნებოდა მეორადი დაბინძურები. თვითონ ბადრიჯანზე რომ ვისაუბროთ, ბადრიჯნის შერჩევისას ძალიან დიდი ზომის ბადრიჯანი არ უნდა იყოს, ახლა მაინც და მაინც უშაშუალო და ძალიან დიდი ზომის. ბუნებრივად, ანუ ბადრიჯანს არ შეიძლება რომ ეგეთი ზომა ჰქონდეს, თუ მას აი ეს ახლა მაგალითად რამდენი სანტიმეტრი უნდა იყოს თუ რაღაცა, ხა ეს ნორმალური ზომაა. შეიძლება ის ჯიშია, თუმცა
თუმცა მე ყოველთვის ვარჩევ ხოლმე შედარებით უფრო პატარა ზომის, რადგანაც ცნობილია, რომ უნდა იყოს ეს თვითონ ბადრიჯნის კულტურა შეიძლება იყოს ეგეთი დიდი, თუ არ არის ესეთი ჯიში, ასე ვთქვათ, დიდი ზომის ჯიში. აუცილებლად უნდა შევხედოთ სიფრიალეს, ახალი რო იყოს და არ იყოს ვთქვათ, ასე ვთქვათ, ზედაპირი უკვე მოჭმოჭნული რო ანუ ასე ვთქვათ, რომ მობერებული არ იყოს. კარგი იქნება, როდესაც ჩვენ პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ როგორც სხვა ბოსტნეული პირდაპირ კვებისთვის არ არის განკუთვნილი, იმიტომ რომ მასში ისეთი ქიმიური ნივთიერება არის, ასე ვთქვათ, ბადრიჯანში, რომელიც არ განიკუთვნება პირდაპირ საკვებად, ამიტომ ამ ნივთიერების ამ ბადრიჯნიდან გამოსაყვანათაც კი მარილის წყალში კი დაალბობას ვარჩევთ ხოლმე, ან მარილის მოყვრას და ხანგრძლივად, ასე ვთქვათ, გაჩერებას 1-15 წუთის განმავლობაში, რომ ვთქვათ, ის წვენში გამოყოფილი ქიმიკატიც, ვთქვათ, რომელიც ბუნებრივად არის ამ ბადრიჯანში, გამოიტანოს და კიდევ ერთი რჩევა მაქვს ბადრიჯანთან, რადგანაც ძალიან ბევრ ცხიმს ითვისებს, შევეცადოთ რომ მცირე ცხიმში შევწვათ, რომ აი ჭარბი ცხიმების დაგროვებას, იგივე ჩვენი ჯანმრთელობისთვის რაც არის მავნე მაგას ვსაუბრობ, რომ არ იყოს ჭარბი ცხიმების დაგროვება ნაკლებ ცხიმში გაწურული ბადრიჯანი, ნაკლებ ცხიმში შევწვათ და ცხიმზეც თუ ვისაუბრებთ, არ ავაბოლოთ ეს ცხიმი, რომ კანცეროგენები არ წარმოუქმნათ და გამოვიყენოთ ისეთი ცხიმი, რომელიც განკუთვნილია წვისთვის, ანუ რაფინირებული ცხიმი, რომელიც მაღალი წვიმი, ხო, რომ ბოლის წერტილი ქონდეს მაღალი და აბულებას არ დაველოდოთ, რაც წარმოგვიქმნის კანცეროგენებს. კიტრი და პომიდორი, ნაწილობრივ პომიდორზე ვისაუბრეთ, თუმცა მის არჩევაზე და სწორად არჩევაზეც მინდა რამდენიმე რჩევა მაყურებელს მისცეთ, იმიტომ რომ ზაფხული არის და იმატებს ხოლმე ზაფხულზე ყოველთვის როგორც ხილით, ასევე აი ამ ბოსტნეული დეტოქსიკაციის ნებისმიერი ბოსტნეული, რომელსაც ჩვენ ვყიდულობ და თუნდაც ხილი, უნდა იყოს, ასე ვთქვათ, ისეთი ორგანოლეპტიკა უნდა ქონდეს, რომელიც ასე ვთქვათ ეკუთვნის მას, ხო? ანუ უნდა იყოს სურნელოვანი პომიდორს თუ არა აქვს შესაბამისი პომიდრისთვის დამახასიათებელი სუნი, ნუ ის ჩათვალეთ, რომ არც გემრიელი არ იქნება და შესაძლოა დაჩქარებული მეთოდითაც გამოიყვანოს და მასზე მეტყველებს ხოლმე, აი, ასე ვთქვათ, ნებისმიერ პომიდორში ხო უნდა არსებობდეს თავისი შიგნით თესლები, ხო? ანუ ზოგ შემთხვევაში გავხსნით ხოლმე და თესლიც კი არ არსებობს, ანუ დაჩქარებული მეთოდით წარმოებული. ხშირად არის ხოლმე აი კანი კიდე იმდენად მაგარი, რომ შეიძლება გაჭრაც კი გაგიჭირდეს. აქ რა შემთხვევასთან გვაქვს? ვნახოთ. აბა ვნახოთ. ანუ ეს შედარებით კარგად გამოიყურება, თესლოვანი სტრუქტურაც კარგად განვითარებული აქვს. ეს თეთრი, ასე ვთქვათ, ნაწილაკები, რაც აქვს ამას, ვთქვათ, აქ სასურველი იქნებოდა და ირგვლივ ეს ზოლი, რომ ბოლომდე იყოს დამწიფებული, ანუ იგივე არის, რაც საზამთრო შემთხვევაში, ხო? კარგი იქნებოდა, რომ მეტად იყოს და ეს შესაძლოა არის დაკრეფილი შედარებით, ასე ვთქვათ, კუხე მდგომარეობაში და შემდგომ თავისით დამწიფებული არის და მაგრამ თესლს თუ მივაქცევთ ყურადღებას, თესლოვანი სტრუქტურა არის შედარებით ნორმალურად განვითარებული. მწვანე ეს იმას ნიშნავს, რომ დაკრეფილია კუხე მდგომარეობაში და ის ვერ შეძლებს გაყვითლებას, თუმცა ვთქვათ, შეიძლება თვითონ პომიდორი იყოს გაწვრთნილი. კუხე მდგომარეობაში რომ არის დაკრეფილი, ეს მხოლოდ გემოვნურ თვისებაზე ახდენს გავლენას თუ ჯანმრთელობაზე შეიძლება რომ არა, კუხე მდგომარეობაში იქიდან გამომდინარე ჩვენ დამჟავებული ვთქვათ პომიდრის კუხე წნევით ძალიან გემრიელად შეგვიძლია მივირთვათ. გავლენას ჯანმრთელობაზე არ გამოახდენს დიდად, მაგრამ ის ვიტამინები და ის მიკროელემენტები, რომელიც ჩვენ გონია რომ სასარგებლოც უნდა იყოს, იქნება ნაკლებად დაგროვებული და თანაც ის ვთქვათ პროდუქტის და გამოზრდის დროს გამოყენებული ქიმიკატები, ვთქვათ ის და დაჩქარებისთვის, ასე ვთქვათ, ზრდის დაჩქარებისთვის გამოყენებული ქიმიკატები შეიძლება იყოს უფრო მეტად ჭარბად გამოყენებული ამ შემთხვევაში, ვიდრე ჩვეულებრივად დამწიფებულ პროდუქტს. თუმცა კიდევ ერთხელ დავათანხმები ბაჩას ხაზგასმით, რომ აუცილებლად ახლა საქართველოში გამოზრდილი და იმპორტირებულ შორის თუ ჩვენ გავაკეთებთ განსხვავებას და ჩვენ გვეგონოს რომ აი საქართველოში მაინც და მაინც ყველაფერი ძალიან კარგი, ანუ ეგეთი პირდაპირ ესეთ ხას ვერ გავავლებთ, რა თქმა უნდა, მხოლოდ იმიტომ რომ ეს ყველაფერი თუ არ კონტროლდება, ჩვენ იმის გარანტია რომ ვთქვათ ეს იქნება ამავდროულად არა მარტო გემრიელი, არამედ კიდე უვნებელი, ამის გარანტია არ გვაქვს. ამიტომ უნდა შევიძინოთ პროდუქტები ისეთ, ასე ვთქვათ, ბიზნეს ოპერატორთან, იგივე ისეთ მარკეტებში, სადაც მიკვლევადი რო იყოს ეს ყველაფერი და თქვა თვითონ მარკეტს აქვს თავისი მომწოდებლების ნუსხა, რომელიც კონტროლდება და განსაკუთრებით დიდ მარკეტებს აქვს ესეთი მეორადი შემოწმების აუდიტების პროგრამაც, რომ ისინი თვითონ მიდიან იქ ფერმერებთან სასაკლაოებზე, თავად ამოწმებენ ადგილზე, რომ ნამდვილად ის მდგომარეობაა, რომ თვითონ ვიზუალურადაც დარწმუნდა როგორია. მარწყვზეც რო გადავიდეთ, იმიტომ რომ აი საშუალო მინიმუმი როგორია მარწყვის გარეცხვის, რომ გემოც არ დაკარგოს. მე იმდენი ხანი ვეცხარ, რომ მე ლბება ეს მარწყვა და გემო აღარ აქვს. კი ბატონო, თუ
გადავართ მარწყვზე. მარწყვის შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ზომიერი უნდა იყოს, დიდი მარწყვები, ანუ მაინც და მაინც არ გვინდა. თუ კიდევ ერთხელ მეორდები, თუ ეს განსაკუთრებული ჯიში არა, რომელიც დიდი მარწყვის გამოყვანილი რაღაც ჯიში არის, ისე ბუნებრივად ის უნდა იყოს პრიალა. ეხლა ეს კარგი სიპრიალი აქვს, მაგრამ ესეთი დაზიანებული ნაწილები, გაშავებული ჯობია რომ არ ქონდეს. ჩვენ გარეცხვისას და რა თქმა უნდა სურნელოვანი უნდა ქონდეს მარწყვის კარგავს ამ სურნელს და რა თქმა უნდა. აი ნახეთ როგორ არის. პირველ რიგში ჩემი რჩევა არის რომ ყუნწიანად გავრეცხოთ პირველ ეტაპზე, რომ ამ მოცილებულ ყუნწში შიგნით რომ ეს დაბინძურებული წყალი რომელსაც ხო ჩვენ ვრეცხავთ რომ ის არ შევიდეს. წყალი გამდინარე კი იქნება, მაგრამ ის რა თქვა თვითონ ჭუჭრი რომელიც ექნებოდა მარწყვის ის არ შევიდეს თქვა შიდა სტრუქტურებში და კიდევ ის იქნებოდა რომ ცოტა ხანი და არა ხანგრძლივად. ახლა ჩვენ თუ მარწყვის 20 წუთის განმავლობაში გამდინარე წყლის ქვეშ ვადენთ და არაფრის გემო არ ექნება და შემთხვევაში ვიცით ხოლმე როგორც ვთქვათ არის კვლევები რომ აი სოდაში ჩაალბობაც არის რეკომენდებული. მე ძეში რეცხავდა მახსოვს საინტერესო მეთოდია ხო. საინტერესო მეთოდია ძალიან, თუმცა ეხლა არის მიღებული ეს პრაქტიკა რომ სოდაშიც რეცხავენ ხოლმე, მაგრამ იმ სოდაში გარეცხვის დროსაც ხანგრძლივად რა თქმა უნდა არ უნდა გავაჩეროთ, იმიტომ რომ ის გემოსაც იღებს მე ამ სოდის და ახლა არ არის სასიამოვნო მარწყვის სოდის არომატით და გემოთი და ანუ არ გვინდა არ გავაკეთოთ. ყველაზე კარგი იქნება რომ უბრალოდ სუფთა გამდინარე წყლით გავრეცხოთ ეს და ჩავალბოთ მინიმუმ ყველაზე ასე ვთქვათ ყველაზე ნუ 1-5 წუთი და მაგაზე მეტი ნუ ჩაალბობთ ყოველ შემთხვევაში რომ არომატი არ დავკარგოთ და შემდგომ თუ თქვა სუფრაზე მიტანას დაშაქრის სურვილი გაქვთ ამისი მაშინ უკვე შემდგომ მოაწავოთ ეს მანამდე აღარ წითელია უკვე გათეთრებულია ეს და გადადის გემოს წყალშია წყალში ხო აი ქალბატონო ერბოლ შეკითხვასაც დაგეშოთ ამ პროდუქტების არ იჭმევა არ მივიდეთ იქ საჭმელად ამ პროდუქტების მაცივარში შენახვასთან დაკავშირებით იმიტომ რომ მე არ ვიცი რამდენად სწორად ვიცი პომიდორის თუ კიტრის შენახვა მაინც და მაინც არ არის აუცილებელი მაცივარში. ეს ითვლება რომ არომატებს კარგავს შენახვის დროს მაცივარში. თუმცა ხა ჩვენ თუ მოვიტანეთ 300 გრამი პომიდორი და ახლა მაინც და მაინც გარეთ ნუდავდებთ და იმავე დღეს უნდა მივირთოთ, შევინახოთ მაცივარში. ეს საუბარი არის ხანგრძლივი შენახვის პერიოდი, როდესაც ჩვენ ახლა მაგალითად რა არის ჩვენთვის კარგი პრაქტიკა, აი ჰიგიენის პრაქტიკა, კარგი მაგალითების პრაქტიკა, სერიოზულ მარკეტში ვნახოთ, სად ინახება პომიდორი. პომიდორი ინახება ხოლმე მაცივრის გარეშე, ხო? ანუ გემრიელის ხმება რომ ის არ არის მალფუჭებადი და შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ხო ოთახის ტემპერატურაზე შეიძლება რომ შევინახოთ. ეს ლაპარაკია შენახვაზე თქვა 3-4 დღის განმავლობაში. ჩვენ თუ უკვე გვინდა რომ ხანგრძლივად შევინახოთ, მაშინ ნუ მაცივარი რადგანაც ყველაფერს მიკრობიოლოგიურ საფრთხეებს მაგრამ ისეთი გემრიელი აღარ არის. ხო, უბრალოდ ითვლება რომ ესეთი გემოვნური თვისებები არომატები უფრო მაცივარში ნაკლები ხდებოდა, გვირჩევენ რომ შევინახოთ ოთახის ტემპერატურა. თუმცა იმ ოთახში 20 გრადუსზე უფრო მაღალი ტემპერატურა არ უნდა იყოს. ახლა ჩვენ თუ ოთახში გვაქვს 30 გრადუსი, მაშინ ოთახში შევინახავთ და შევინახოთ სიგრილეში და ეს სიგრილე თუ ჩვენთვის არის მაცივარი, ამ შემთხვევაში შეგვიძლია რომ მაცივარში შევინახოთ. ნუ პომიდორი კიტრზე, კიტრიც შეიძლება რომ ოთახის ტემპერატურაზე იყოს, ვაშლი და ხილი შეიძლება რომ ოთახის ტემპერატურაზე იყოს, კენკრაზე უფრო რეკომენდირებულია რომ იყოს მაცივარში, იმიტომ რომ სტრუქტურა აქ რბილი და უფრო ადვილად ზიანდება და ხო უფრო შეინახავს მიკრობიოლოგიურ საფრთხეს. სანამ მოვიტანთ და გვაქვს გასაცივებლად ის შეიძლება ოთახის ტემპერატურაზე, მაგრამ გაცივებს, ანუ მაცივარში მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა გავაცივებ. აი გაჭრილი ხილი, დაჭრილი ხილი ის ყოველთვის მაცივარში უნდა ქონდეს და ვიდრე ახლა ჩვენ ამას არ დავანაწევრებთ, მანამდე შეგვიძლია რომ იყოს ოთახის ტემპერატურაზე, მას არაფერი არ მოუვა. ძალიან დიდი მადლობა უნდა გითხრათ ესეთი საინტერესო რჩევებისთვის და მომწურავი ინფორმაციისთვის. ფიქრობ ჩვენ მაყურებლისთვისაც საინტერესო იქნებოდა და მე დაგემშვიდობებით ჩვენს მაყურებელსაც, რა თქმა უნდა, მომდევნო შაბათ-კვირამდე. ანა, ძალიან დიდი მადლობა ასეთი საინტერესო საუბრისთვის. ეკა ყოველთვის საინტერესო და სასურველი სტუმარია ჩვენი და დღეიდან მეწოდინება რა როგორ გავაკეთო ჩემო ბაჩო.